ამაზე საუკეთესო დესერტი არ არსებობს. ეს არის 64. ეს არის ცხონება. მოგესალმებით აპოლინე სამყაროში. დღეს მოვამზადოთ ფელამუში. ფელამუში არის ქართული ტრადიციული დესერტი, რომელიც ყურძნისწვენის და ფქვილისგან მზადდება. აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგისგან თათარას ამზადებენ, ხოლო დასავლეთ საქართველოში ფელამუში. განსხვავება მხოლოდ ფქვილი. აღმოსავლეთ საქართველოში თათარა მზადება პურის ფქვილისგან, ხოლო დასავლეთ საქართველოში სიმინდის ფქვილისგან. ხშირად მზადდება ასევე პურის ფქვილის და სიმინდის ფქვილის ნაზავისგან. აი ესეთი ყურძენი უნდა აერჩიეთ, რომ იდეალური ფელამუში გამოვიდეს. როგორი ღრმა წითელი ფერი აქვს. ძალიან ტკბილი და არომატულია. ახლა კი დავიწყოთ მომზადება და პირველ რიგში მოვამზადოთ ყურძნისგან წვენი. მე შევიძინა 5 კილოგრამი ყურძენი. ყურძენი უნდა დავმარცვლო ახლა, მოვათავსო ქვაბში. შემდეგ სულ ცოტა ხნით წამოვადუხო, რომ წვენი მოიდგას და უნდა გადავწუროთ. ესეთი ყურძენი საზღვარგარეთ შესაძლებელია, რომ შეიძინოთ უცხოურ მარკეტებში. ყურძნის წვენი შეგიძლიათ რომ გამოწუროთ ასევე საწურში, სპეციალური საწურები რომ არის. ან საერთოდ არ დამარცხოთ და პირდაპირ მოათავსოთ ქვაბში. იმისათვის რომ მივიღოთ ახლა წვენი, ქვაბში უნდა მოვათავსო. წესით არ ჭირდება საერთოდ არანაირი წყალი, თვითონ აქვს საკმაოდ ბევრი წვენი, იმიტომ რომ ძალიან წვნიანი ყურძენია, მაგრამ რომ არ მიიწვას, სულ ცოტა წყალს მაინც ჩავასხავ ახლა ქვაბში. ძირზე და შემდეგ უკვე ჩაუშვებ ყურძენს შიგნით. დაახლოებით 1 ჭიქა წყალი ჩაუმატე. ახლა ჩაუშვათ უკვე ყურძენი შიგნით. ახლა დავაფაროთ თავზე, გავაჩეროთ ქურაზე საშუალო ტემპერატურაზე, რომ თავისი დაიწყოს ნელა-ნელა ყურძენმა დარბილება და ამ პერიოდში და ამ პროცესში ეს წელსაც გამოუშვებს. თუ კი გაუჭირდა, რა თქმა უნდა, ხელით მიიხმარეთ, რომ შეგიძლიათ რომ დაჭყილდოთ კიდევაც. დიდხანს არ უნდა ვადუღოთ, მაქსიმუმი 10-15 წუთი, რომ ქურაზე გქონდეს გაჩერებული, მაგრამ 10-15 წუთი დუღილი არ არის საჭირო. ყურძენის კდება უკვე და დაიწყო წვენის გამოშვება. კიდევ დავაფარებ, რომ ბოლომდე ყველა ყურძენმა გამოუშვას წვენი. ყურძენმა გამოუშვა უკვე წვენი, როდესაც ადუხდა, იქიდან დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში უნდა გქონდეთ გაჩერებული კიდევ, მაგრამ არ უნდა იდუღოს. დაუწიეთ დაბლა, საშუალო უფრო დაბლა ტემპერატურაზე და ისე გქონდეთ გაჩერებული, რომ ყურძენმა მაქსიმალურად გამოუშვას თავისი წვენი და რატომ არ უნდა ვადუღოთ, იმიტომ რომ ის თავის ბუნებრივ ვარდისფერ ფერს კარგავს დიდხანს დუღილისთვის, ასევე გემოს და არომატებსაც და ვიტამინებსაც კარგავს ისე როგორც ფერს. ახლა გადავიტან საცერზე და გავატარებ. თუ გინდათ რომ ძალიან წმინდა იყოს, მარლაც გამოიყენეთ აუცილებლად. სუფთა წვენია. თქვენ თუ გნებავთ რომ ეს წვენი ახლა შეინახოთ ზამთრისთვის, ეს წვენი და ჩააბრუნოთ ისევ ქვაბში, ჯერ კარგად გაწუროთ მალაშიც. თუ გინდათ რომ არაფერი არ შეგვეთ, ეს ქვაბში ჩააბრუნოთ ისევ უკან. დაახლოებით 3 და 5 წუთამდე წამოადუხოთ და პირდაპირ სტერილიზებულ ქილებში რომ გადაიტანოთ. ოთახის ტემპერატურაზე გააციეთ, ერთმანეთთან ახლოს ჭიდროდ დაალაგეთ ეს ქილები და როდესაც გაცივდება, შემდეგ უკვე შეინახეთ გრილ ადგილას და ესე შეგიძლიათ რომ დიდი ხნის განმავლობაში გქონდეთ ყურძნის წვენი. დაახლოებით 4 კილოგრამი ყურძენი დავადგი წვენისთვის. რამოდენიმე მტევანი გადავინახე დეკორაციისთვის და 4 კილო ყურძნიდან გამოვიდა დაახლოებით 3 ლიტრი წვენი. ეხლა მეგობრებო, მე ამას გავაციებ, გავაგრებ, თითქმის გაგრილებულია სხვათა შორის უკვე. წვენი გამოწურულია უკვე, რაღა დაგვრჩენია, მოვამზადოთ ფელამუში. რაც გამოუჩა მე ვიდეოში, შაქარის რაოდენობა და გემო გასინჯეთ, თუ აკლია იმ შემთხვევაში დავუმატეთ. მაქსიმუმი თუ ახლა მჟავე ყურძენი, მაგალითად 1 კილოგრამ 1 ლიტრა წვენზე შეგიძლიათ დავუმატოთ დაახლოებით 100 გრამი შაქარი.
ეს არის მხოლოდ თუ ძალიან მჟავია იმ შემთხვევაში. როგორ განსაზღვროთ ფელამუშისთვის ფქვილის პროპორციები? ეს არის იმას დამოკიდებული თუ რა კონსისტენციის გინდათ რომ გქონდეთ ფელამუში. სტანდარტი არის 1 ლიტრა ყურძენზე 120 გრამიდან 150 გრამამდე ფქვილი. მაგრამ მეც მაინც კონსისტენციაზე დამოკიდებული. გინდათ გქონდეთ რბილი, შედარებით უფრო თხელი და ნაზი კონსისტენცია, საშუალო ცქელი თუ უფრო მეტად მყარი დასაჭრელად. ჩემ შემთხვევაში მე ვამზადებ ხოლმე საშუალო სისქის ფელამუშს 60 გრამი პურის ფქვილი და 60 გრამი სიმინდის ფქვილი. მე კი ახლა ძველი ხალხის პროპორციით ვიხელმძღვანელებ. ბებია ჩემი გურიაში ყოველთვის ამზადებდა შემდეგნაირად: 2 ჭიქა ჩაის ჭიქა სიმინდის ფქვილი და 1 ჭიქა ჩაის ჭიქა პურის ფქვილი იყო ხოლმე. დაახლოებით რომ ვიცოდეთ რამდენი გრამი არის, მე აქ მაქვს 1 ჩაის ჭიქა, რომელსაც ახლა ავწონი და იმის მიხედვით მოვამზადებ. ჩვეულებრივი პურის ფქვილი უკვე აწონილი მაქვს, გეტყვით ამასაც და ახლა სიმინდის ფქვილს ავწონი. 250 მილილიტრის სითხე ჩადის აქ. ახლა 153 გრამი წერია, მაგრამ ვივერადოთ რომ ეს არის 150 გრამი. ესე იგი, რომ გამოდის შემდეგნაირად 150 გრამი 250 გრამიანი, ანუ 300 გრამი სიმინდის ფქვილი, 150 გრამი ასევე პურის ფქვილი. 3 ლიტრა ყურძნის წვენზე. ეს იქნება საშუალოზე უფრო სქელი ფელამუში. ფქვილი ავრიოთ ერთმანეთში. ჭადის ფქვილი და პურის ფქვილი. თათარა ხომ იცით უკვე მხოლოდ პურის ფქვილის გამზადდება. ეხლა ყურძნის წვენიდან ნაწილი ავიღოთ და ჩავასხათ ფქვილში, ისე რომ ფქვილი ძალიან კარგად უნდა გაიხსნას. ყურძნის წვენი არ უნდა იყოს არც თბილი და არც ცხელი, უმჯობესია თუ იქნება ცივი. რა სასწაული ფერი აქვს ნახეთ. იასამნისფერი. ფქვილი წვენში კარგად გაიხსნა, შაქარი აუცილებლად გასინჯეთ თუ აკლდება ცოტა დაუმატეთ. ან ბევრი რამე შეგვაქვს. დანარჩენი წვენი გადავიტანოთ უკვე ქვაბში, მივიყვანოთ ადუღებამდე, ნუ შევაცხელოთ ნელა-ნელა და შემდეგ უკვე ჩაუშვათ ჩვენი გახსნილი წვენში გახსნილი ფქვილი. ქვაბი აუცილებლად შეარჩიეთ სქელძირიანი. ემალის ქვაბი მაგალითად ემალირებული არ იყოთ, იმიტომ რომ ძალიან მალე იწვის. წვენი უკვე შეცხელდა, ახლა გადავიტანე აი ამ მასას თლიანად და ჩაუმატებ შიგნით. ქურა მაქვს დაყენებული საშუალოზე უფრო დავალ ტემპერატურაზე. რაც შეიძლება სწრაფი ხელის მოძრაობით უნდა ურიოთ რომ არ მიეკრას ძირზე. თვალი და ყური არ მოაცილოთ არც ერთ შემთხვევაში და მუდმივად ურიეთ. სულ გამუდმებით სწრაფად ურიეთ, თორემ ძალიან მალე იწვის, ძალიან სწრაფად. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაიწყებს გასქელებას. როდესაც დაიწყებს უკვე დიდი ბუშტუკების ამოყრას, აი იქიდან დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უნდა ვშუშოთ. კიდევ უფრო მეტად სქელდება, მინდა ეხლა მე რომ გავსინჯო როგორია. ძალიან კარგია, ცოტა მჟავია, სულ ცოტა. ცოტა შაქარს აიტანდა სხვათა შორის, მაგრამ არ მინდა რომ შაქარი დავუმატო. შემდეგ დავაფაროთ თავზე, დავაყენოთ მინიმალურ ტემპერატურაზე და გავაჭროთ დაახლოებით 20 წუთი. 15-20 წუთი, რომ ქრილის გემო დაკარგოს. გავიდა დაახლოებით 20 წუთი, კარგად იშუშა, ნახეთ როგორია ახლა. და უნდა გადმოვიღოთ უკვე თეფშებზე. შეგიძლიათ თქვენ სასრულ ფორმებში მომზადოთ, ჩაასხათ უფრო სწორად შეგნე, როდესაც გაცივდება, გადმოიღოთ იქნება ძალიან ლამაზი. ვნახოთ თუ დაგვრჩება ჩვენ ახლა აქ, შემდეგ გადავიტანე ფორმაშიც. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი, მოხალული, გემრიელი ნიკოზი. ისე სხვათა შორის ძალიან ბევრი რამის გაკეთება არის შესაძლებელი ფელამუში და თათარი, ანუ ფორმების მიცემა, ლამას ნამცხვრის ფორმაში ჩადება, ან სხვადასხვა სტრუქტურის ფორმაში და ის შემდეგ რომ გადმოიღებთ გაცივების შემდეგ, უნდა გააცივოთ დაახლოებით 5-6 საათი, ან უმჯობესია თქო უნდა რომ მთელი ღამე გაჩერდეს, რომ მან ფორმა შეინარჩუნოს. ეხლა მე ზემოდან მოვაყრი ნიკოს
ეს არის მუხალული ნიგოზი. ასევე შესაძლებელია ესეთ ლამპაკებში მოთავსება. აი უკვე სქელდება, ცოტა ჩქარა უნდა ვიმოქმედო, რომ შემდეგ ძნელი იქნება უკვე გადაღება. ეხლა მინდა რომ ამ ფორმაში ჩავასხავ, ნახოთ რა სიზავს, ამ ფორმას ძალიან, ამ გამოსაცხო ფორმას აქვს ძალიან ბევრი სტრუქტურა აქვს და ამიტომ მეშინია და სულ ცოტა ზეთი წაუსვი. წყალს ეხლა აქ ვერაფრით ვერ ვენდობი. ნეიტრალური გემოსეთი წაუსვი და რამდენიც დარჩა ეხლა შიგნით იმას ჩავასხავ სულ. ყველაზე გემრიელი მაინც ქვაბში მორჩენილის ჭამაა მე მგონი. აღარაფერი აღარც იქ დარჩენილი ხლა და. როგორი არომატულია ღმერთო, ნატურალური წვენისგან სასწაულად გემრიელია. აი ეს ბოლო მორჩენილია ყველაზე გემრიელი. ეს არის წინადღით მომზადებული მაღაზიის ყურძნის წვენი იყო და ფორმებში შეგიძლიათ ძალიან მარტივად რომ მოათავსოთ. ეს არის დაახლოებით 120 გრამი ფქვილისგან მომზადებული. 60 გრამი იყო სიმინდის ფქვილი და 60 გრამი ჩვეულებრივი პურის ფქვილი. აი ესე ლამაზად შეგიძლიათ ფორმებშიც რომ ჩადოთ. ეხლა მეგობრებო მივდივარ ის გზით დაახლოებით 1 საათის შემდეგ გადმომაკ ფორმი და თუ გაფუჭდა ესე იგი ჩემი ბრალია, იმიტომ რომ არ დავაცადე ფორმაში გაციება. არ გაფუჭებულა. მაგრამ ძალიან დაფალია, იმიტომ რომ ცოტა ჩავასხი შეგნით რომ აქეთ შუაში ვერ გადმომაქვს. დაახლოებით გაჩვენებს რა მქონდა იდეაში. მინდოდა 2 კუთხედება დამეჭრე, უბრალოდ დავჭრე ახლა მე 2 კუთხედად. ეს უნდა ნიგოზში ამოევლოს ოღონდაც. ეს მეგობრებო სულაც არ მიმაჩნია ახლა მაგალითად რამე ასე მოკლებულად. მიხვალთ სათმე ლამაზად მოგინდებათ რამე ქართული. აი ასე. აიღებთ. გადასარევი ნუგბარია, ქართული ნუგბარი. დავთვალო. ჩვენიერი იდეა, რომ სწორად უნდა გაკეთდეს, ანუ უნდა გაცივდეს კარგად, უნდა დაიჭრას ლამაზად, სუფთა ჩაალაგდეს ქაღალდებში. როგორც ნახეთ, ესე მარტივად მოვამზადეთ ფელამუში. არ აქვს მნიშვნელობა ხართ საქართველოში თუ საზღვრების გარეთ, ყველგან არის შესაძლებელი ნაციონალური კერძები იქნება თუ დესერტები მოვამზადოთ. ახლა კი მეგობრებო, მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში, მოგეწონა და ლაიქი და გამოიწერე არხები, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.